ვიყენებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ეზოში შესასვლელთან, სადაც არის ეს სიტუაცია, აქ არის მობილიზებული პოლიციელების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, როგორც ჭიშკრის გარეთ, ასევე ჭიშკრის შიგნით, მიუხედავად ჭიშკრის შიგნით რა სიტუაცია არის, დაახლოებით 1 საათში უნდა იყოს ზურაბ ბირჩ-ჯაფარიძის პროცესი, სადაც მოსალოდნელია, რომ მას დააკავებენ, იმიტომ რომ მისი შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა არის ამოწურული და მას ის არაპირებს გირაოს გადახდის, როგორც თვითონ ამბობს. აქ დაგეგმილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, დაგეგმილი იყო აქცია ზურაბ ბირჩ-ჯაფარიძის მხარდასაჭერად და როგორც აქ ხედავთ, პოლიციელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა არის მობილიზებული და მოქალაქეებს ასე ვთქვათ ჩერჩევითად უშვებენ ეზოში. მოქალაქეებს ეკითხებიან, აი სასამართლოს შენობაში ეზოში შემოსულ მოქალაქეებს ეკითხებიან, ვის პროცესი აპირებენ დასწრებას და ამ შემთხვევაში თუ ისინი ჯაფარის მხარდასაჭერად არიან მოსულები, მათ უბრალოდ არ უშვებენ სასამართლოს ეზოში. შეგახსენებთ, საუბარია სასამართლოს ეზოში შემოსვლამდე და არა შენობაში ან საერთოდ სხდომათა დარბაზში შემოსვლამდე. სხდომა ჩანიშნულია მე-5 დარბაზში, უბრალოდ რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დარბაზი სასამართლოში, თუმცა როგორც ვიგიხარით, პრობლემა არის არა თუ სასამართლოს სხდომათა დარბაზში შენობები, უბრალოდ სასამართლოს ეზოში შემოსვლამდე აქ არის მობილიზებული პოლიციელთა როგორც განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, ისე მანდატურების მათ შორის. და შეგახსენებთ, რომ დღეს 3 საათზე უნდა დაიწყოს ზურაბ ბირჩ-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, მის წინააღმდეგ სამართლის საქმე არის აქტიური თეატრალურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ერთი სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც მას ახლეთ კომისიების სახით გირაო შეუფარდეს, 20,000 ლარიანი გირაო, მან უარი თქვა ამ გირაოს გადახდაზე, 10 დღიანი, თუ სწორად მახსოვს, 10 დღიანი ვადა იყო გირაოს გადახდის, ეს ვადა უკვე გასულია, დღეს არის მეორე სხდომა ჩანიშნული და სავარაუდოდ მას უკვე დააპატიმრებენ, ამის მოლოდინი არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეფარდებული ახლეთ კომისიების ფორმა გირაო, მან ეს უკვე არ შეასრულა და მაგაზე უფრო მკაცრი ახლეთ კომისიების ფორმა არის უკვე პატიმრობა. ესეთი სიტუაცია არის ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემოსასვლელში ჭიშკართან ხასისხლისვამ. პოლიციელთა მობილიზება არის როგორც სასამართლოს გარეთ, ან ჭიშკრის გარეთ, ასევე ჭიშკრის ეზოში და პრობლემა არის მოქალაქეთა შემოსვლაზე, როგორც მანდატურების პოლიციელები, ასე ვთქვათ, შერჩევითად უშვებენ მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში. რამდენიმე წუთის წინ პრობლემა იყო ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის შემოსვლაზე სასამართლოს ეზოში, ის იქამდე არ შემოუშვეს, სანამ თვითონ ჯაფარიძე არ მოუხვდა ჭიშკართან და არ სთხოვა პოლიციელებს შეეშვათ მისი მეუღლე. ხედავთ გარეთ ადამიანებს, რომლებსაც უნდა შემოსვლა, მაგრამ ობიექტურობის უნდა ითქვასო. მათ შემოსვლაზე თან დაკავშირებით არის პრობლემა. მე ვეცდები, რომ დავიდე სასამართლოს გარეთ და გავისაუბრო იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ არიან შემოსვლამდე, თუმცა ამის ვერ ახერხებენ. ბატონადაო. ახვეცი არის? მივედარბაში. სოგულაში. ხედავთ ამაქარიან მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ პირად საქმეზე არიან მოსული სასამართლოში, ანუ არა ჯაფარიძის, ან სხვა რაიმე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, თავიანთ პირად საქმეზე და ისინი მათაც აქვს შეფერხება, სანამ არ გაარკვევენ მანდატურები კონკრეტულად რომელი პროცესზე მიდის, რომელ დარბაზში და არ ამოწმებენ ინფორმაციას, იქამდე მათ უბრალოდ არ უშვებენ, ასე ვთქვათ, სასამართლოს ეზოში.
ეზოში. მე ვეცდები ახლა რომ გარედან გაჩვენოთ რა ხდება შესასვლელთან. აი ეს არის საკალათო სასამართლოს შესასვლელი, თავარი ჭიშკარი, სადაც როგორც გითხარით და ხედავთ, აი პოლიციელთა კორდონით დგას როგორც ჭიშკრის გარეთ, ისე ჭიშკრის შიგნით და შიგნით ეზოშიც არის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზებული. ეს სავარაუდოდ არის გამომდინარე იქედან, რომ ძურავთ გირჩაფაძის პროცესის დაწყებამდე დაანონსებული იყო აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო სასამართლოს ეზოში, თუმცა როგორც გვაღვნიშნე, ადამიანებს უბრალოდ ეზოში, სასამართლოს ეზოში არ უშუალოდ პოლიციელთა მობილიზება არის თითქმის მთელ პერიმეტრზე სასამართლოს ირგვლივ. ყველა შესასვლელთან ეს ერთი შესასვლელი არის, რომელსაც შესვლა და გამოსვლა არის შესაძლებელი, მეორე შესასვლელი საერთოდ ჩაკეტილია, ჭიშკარი არის უბრალოდ ჩაკეტილი და აქაც აი ესე როგორც ვეკითხარ, ჩერჩევითად ასე ვთქვათ უშვებენ მოქალაქეებს. შეიძლება გითხრათ ეს გაზეთის პირდაპირ ესეც რა შეიძლება რომ გითხრათ შესვლა არის არ უშვებენ ზოგადად ანუ ზურას პროცესზე დიახ ძალიან დიდი ხვეცნა და ჩხუბი დამჭირდა რომ მეუღლე გაგვეტარებინა ეგ იყო და ეგ სხვა რამს არ ატარებინა საერთოდ არ ატარებინა დარბაზში შესვლა გინდა თუ ეზოში განსაკუთრებულ აქციაზე მე ესე არ მეგონა ანუ მე ბათუმიდან ჩამოვედი და რა ბათუმის სასამართლო ესე ველურად არ იქცევა როგორც ისინი იქცევიან ხოლმე რა იქ რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად არის და მეგონა რომ აქაც ეგრე ადამიანები იყვნენ როგორც ბათუმში და თუმცა აქ არიან ცხოველები არიან ადამიანობა არ აქვს ამათ ხო ანუ ვაპირებდი შესვლას დარბაზში თუ არ იქნებოდა ადგილი არ შევიდოდი ახლა ის ყველა რომ ვინმე კალთაში ჩაუშვდი მაგრამ აგ ამოშდა რომ ეზოში შესვლაც არ შეიძლება და ნუ რავი არ ვიცი პირველად ვიძება ეგეთი აი უბრალოდ ხალხის აგებინებინ არ შეიძლება და მოჩი აი რაღაცებს რაღაცა სხვა ჯობარის პროცესი და ზოგადად პროცესი არავის არ მაქსიმум ადვოკატებს მედიას და რაღაცა ისეთი საქმე თუ აქვს ასაჩივიც ან რაღაცა ეგეთი პროცესებზე არც უგულავასი დიმიტრი ბიზნაშვილის პროცესიაო არც იმასთან ანუ მისი პროცესი ჩვენ გავიგეთ არავისთან არ ალბათ იმას რომ აი გონია რომ რაღაცა სულელები არიან ანუ არ ვიცი რას ვთქვენ ახლა რა გონიათ რომ აქ ვიღაცა აპირებს რომ რაღაცა ზურა არ გაატანოს რა ზურას გაქცევა რომ და გირავას გადაიხდიდა და რა ვიცი ძალიან მარტივი ამბავი იყო ეგ რა სულელი შოვიდან ისე გაიქცეოდა მაგრამ ზურას არ გაიქცევა ჩვენ ესე კარგად იციან და არავინ მაგას არ აპირებს ეგეთ შემოს რაღაც იდიოტები არიან მგონია ძალის ჩვენება ქვია ამას არ ვიცი რა ქვია რაღაცა იდიოტური ქცევა არის რაც მე ვერ ავხსენი უბრალოდ რატო შეიძლება ეს ქნა ადამიანები თემურ გოგაძე ვიცი საჯარის ორგანიზაციის თქვენს მედიკს თემურ გოგაძეს რომელიც ამბობს რომ არ შეუშვეს როგორც სხვა მსურველები ასე ვთქვათ ჯაფერდის პროცესის დასწრების და პრინციპში პროცესი როგორც ვეკითხარით იმდენად პატარა დარბაზში არის პროცესი ჩანიშნული რომ მედიის და ალბათ რამდენიმე ადამიანის გარდა ოჯახის წევრების გარდა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება იქ ვინმეს შესვლა უბრალოდ ეზოშიც კი არ უშვებენ ადამიანებს და დღეს ასევე 2 საათზე იყო ჩანიშნული იმ 9 ადამიანის პროცესი, რომლებსაც ედავებიან რამდენიმე კვირის წინ თბილისის მოლთან, თბილისის გასასვლელთან გამართულ აქციაზე გზის გადაკეტვას ამ პროცესზე დასწრების მსურველებსაც არ უშვებენ საქალაქო სასამართლოს ეზოში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საუბარია ეზოში შესვლაზე და არა სასამართლოს შენობაში ან უმეტეს ხდომათა დარბაზში შესვლაზე, როგორც უკვე მიგითხარით და აღნიშნეს კიდეც აქ თვითმხილველმა, ზურაბ ჯაფარიძის ცოლის შესვლაზეც იყო პრობლემა და მისი ცოლი შეუშვეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯაფარიძე გამოვიდა ჭიშკრებთან და პოლიციელებს თხოვა, რომ მის ცოლი უბრალოდ გაეტარებინათ. თქვენ აქ ხედავთ პოლიციის მანქანების მობილიზებას, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული დაკავების მანქანები, აი ამ ასე ვთქვათ ფურგონის ტიპის მანქანებში მანქანებით აკავებენ ხოლმე, მანქანებში სვამენ ხოლმე დაკავებულ მოქალაქეებს, აი ესეთი მანქანების მობილიზება არის როგორც წინა მხარეს, ასევე სასამართლოს გვერდითა შესასვლელთან ეს შესასვლელი საერთოდ არის შეკეტილი, ერთადერთი გზა რომ ეხლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეხვიდე არის აი ეს ცენტრალური შესასვლელი, სადაც როგორც ვეკითხარით, ჭიშკრის ორივე მხარეს პოლიციელები კორდონებად დგანან
ასევე შესასრულოს თან მანდატურები, რომლებიც ამოწმებენ სხვადი კითხებიან მოქალაქეებს, რა საქმეზე მიდიან, ეკითხებიან რომელ ხმაზე მიდიან, მოსამართლის სახელს ეკითხებიან, დარბაზის ნომერს ეკითხებიან და მაგის შესაბამისად წყვეტენ შეუშვან თუ არ შეუშვან ადამიანები სასამართლოს შენობაში. მე ახლა ვეცდები დავბრუნდე, იმედია მე შემიშვებენ როგორც ჟურნალისტს, დავბრუნდე სასამართლოს ეზოში და იქიდან გავაგრძელო პირდაპირ ეთერი. ჟურნალისტი ვარ. შემოვედით და ვბრუნდით საქალაქო სასამართლოში. ჩემი შემოსვლასთან დაკავშირებით პრინციპში პრობლემა არ ყოფილა. ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება გვაქვს როგორც გარეთ, ასევე შიგნით.